ბათუმის რკინიგზის სადგურზე მდებარე იუსტიციის სახლის ფილიალში Just Cafe გაიხსნა. ადგილზე მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ფინჯან ყავასთან ან საუზმესთან ერთად მიიღონ ყველა ის დოკუმენტი, რომლებსაც იუსტიციის სახლი გასცემს. გახსნის ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრნენ. მათ ასევე ხელვაჩაურში იუსტიციის სახლის მშენებლობას დაათვალიერეს. Just Cafe არის იუსტიციის სახლის ერთ-ერთი სერვისი, რომელიც თავაზობს მომხმარებლებს მიიღონ იუსტიციის სახლის სერვისები კაფეში, ფინჯან ყავასთან ერთად მათ შეუძლიათ გააკეთონ სარეგისტრაციო განაცხადი და მიიღონ ყველა ის სერვისი, რომელიც მიღება შესაძლებელია ცენტრალურ იუსტიციის სახლში. ეს ჩვენ ასევე მოვენახულეთ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი, კერძოდ კი იუსტიციის სახლის მშენებლობა ხელვაჩაურის რაიონში. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ძალიან მალე, მოკლე პერიოდში დასრულდება, კერძოდ ვარაუდობთ, რომ წლის ბოლომდე ეს პროექტი საბოლოოდ იქნება დასრულებული და ხელვაჩაურის მოსახლეობას, ასევე მიმდებარე ტერიტორიების მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება მიიღონ ყველა ის სერვისი, რასაც თავაზობს იუსტიციის სახლი მოქალაქეებს. დღეს ბათუმის ცენტრალში არსებულ იუსტიციის სახლში გაიხსნა Just Cafe. მოგეხსენება Just Cafe არის იუსტიციის სახლის ერთ-ერთი ინოვაციური პროექტი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს კომფორტულ სივრცეში და გარემოში მიიღოს ყველა ის სერვისი, რომელსაც მთელ საქართველოს თავაზობს იუსტიციის სახლი.